ელექტროენერგია, განახლებადი ენერგია, ბუნებრივი გაზი და წყალმომარაგება ამ სექტორების რეგულირების კუთხით სიახლეებს გაგვაცნობს იმედის დილის სტუმარი. ასევე ვისაუბრებთ ტარიფებზე, ჩამოწერილ თანხებსა და კომპენსაციებზე, მივესალმებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ბატონ დავით ნარმანიას. დილამშვიდობისა ბატონ დავით, მოდით დავიწყოთ მაინც ახალი ამბავია ენერგეტიკული ბაზრის ახალ მოდელზე საუბრით, რომელიც 1 ივლისიდან სულ რაღაც 3 კვირაში უკვე ამოქმედდება და შეზღუდული ფორმით პირველ ეტაპზე. ვინ უნდა ჩაერთოს ამ სისტემაში ახლა, მოტივაცია რა არის კომპანიებისთვის და რომ განუმარტოთ აქვე მაყურებელს, რატომ არის აუცილებელი ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება და თავისთავად კომპანიებისთვის ჩართვა. მივესალმები ტელემაყურებლებს პირველ რიგში. იხსნება 1 ივლისიდან ელექტრონული ვაჭრობა, ანუ ელექტროენერგიის ვაჭრობა, იქნება ბირჟა, როგორც ეს არის ევროპის ქვეყნებში, იმიტომ რომ რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ენერგეტიკის სექტორში, არის სწორედ ამ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან და მესამე ენერგეტიკული პაკეტიდან გამომდინარე. ბირჟაზე ერთის მხრივ ენერგიას გაყიდიან სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურები, ქარის სადგური და ასე შემდეგ, ანუ ვინც არის ელექტროენერგიის მწარმოებელი და მეორეს მხრივ ელექტროენერგიას იყიდიან მსხვილი მომხმარებლები. ეს არ ეხება მოსახლეობას, არ ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, მოსახლეობისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ტარიფებს მომავალშიც კვლავ მარეგულირებელი კომისია დაადგენს, იმიტომ რომ მოქალაქეებს და მცირე და საშუალო ბიზნესს გაუჭირდება ყოველდღიურად კომპიუტერთან ჯდომა და ენერგიის ყიდვა, მაგრამ მსხვილი ბიზნესისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ტარიფების გაზრდას რამდენად გამოიწევს, იმიტომ რომ იყო ამის შესაძლებელი შეფედა, ხო არ გაჩნდება. ტარიფების ზრდა არანაირად მოსალოდნელი არ არის, პირიქით ჩვენ მოვახერხეთ და გასული წლის დეკემბერში შევამცირეთ ტარიფების 3 თეთრით, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე არასაყოფაცხოვრებელ სექტორისთვის და ეს შემცირებული ელექტროენერგიის ტარიფები ჩვენი ვარაუდით შენარჩუნდება მომდევნო 3 წლის განმავლობაში. აი ის თემა რომ ამოვწუროთ ბირჟის თემას, ეს ერთი წელი როცა სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რა დასკვნების საფუძველს მოგცემთ? პირველ ეტაპზე ბაზრის გახსნა მოხდება სატესტო რეჟიმში. ტესტერებები უკვე ჩატარებულია, ანუ ბაზრის მონაწილეები ერთის მხრივ ვინც ენერგია უნდა გაყიდონ და მეორეს მხრივ მსხვილი კომპანიები, რომლებმაც უნდა იყიდონ, უკვე სატესტო რეჟიმში ვაჭრობდნენ, მათ ჩაუტარდათ ასევე სპეციალური ტრენინგები და ახლა უკვე ნებაყოფლობითი ვაჭრობა იქნება, ანუ ვისაც აქვს სურვილი, ისინი ივაჭრებენ ნებაყოფლობით ამ 1 წლის განმავლობაში ბაზარზე ენერგიით, ხოლო სავალდებულო ვაჭრობა ამოქმედება 1 წლის შემდგომ, ანუ 2025 წლის ზაფხულით. ამ ვაჭრობაში მარეგულირებელი კომისიის ჩართულობა რა იქნება, მაგალითად დენის ტარიფს თვითონ დაადგენს მწარმოებელი, ვინც უნდა გაყიდოს? ბირჟის მთავარი პრინციპი არის ის, რომ არის რამდენიმე გამყიდველი, რამდენიმე მყიდველი და ფასი ფორმირდება მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე. ანუ ეს ელექტრონული პლატფორმა მოთხოვნა მიწოდების ძირითადი პრინციპიდან გამომდინარე თვითონ აფორმირებს საბაზრო ფასს და იქნება ეგრეთ წოდებული პიკური ფასები, რომელიც შედარებით მაღალი იქნება, არაპიკის საათებში ენერგიის ფასები იქნება დაბალი, მაგალითად თქვა დღის განმავლობაში, ღამის საათებში ენერგია როგორც ევროპის ქვეყნებში ეღერება უფრო იაფი, ვიდრე დღის განმავლობაში და სწორედ ამიტომ მსხვილი კომპანიები, ვინც არიან დიდი მომხმარებლები, მათთვის ერთ-თეთრიანი სხვაობაც კი საკმაოდ დიდი შეღავათია, ამიტომ შესაძლოა მათ თავიანთი წარმოება, ტვირთის გადაზიდვა, რაღაცები გადაანაცვლონ დროში და არაპიკის საათებში გააკეთონ, როცა უფრო იაფი ეღერება ენერგია და ამით ეცდებიან რომ გააიაფონ თავიანთი პროდუქციის მიღებული. სატარიფო პოლიტიკაზე ვისაუბრეთ, თქვენ აღნიშნეთ რომ 3 თეთრით შემცირდა და ეს იმოქმედებს 2026 წლამდე, ხომ? მაინც აი ეს გასაგებია ელექტროენერგია გაზმომარაგების სექტორზე და წყლის სექტორშიც ხომ არ იგეგმება ტარიფის გადახედვა? ასევე ჩვენ ტარიფები გაზის სექტორში საშუალოვადიან პერიოდზე დავადგინეთ და წყალმომარაგებაშიც 5 წლის ვადით დავადგინეთ ბუნებრივი გაზის სამოხმარებლო ტარიფები მოსახლეობისთვის, ამიტომ აქაც ტარიფები იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში უცვლელი, ხოლო წყალმომარაგების ტარიფები დავადგინეთ თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, ბათუმში, ანუ ძირითადად ასე ვთქვათ, მსხვილ მუნიციპალურ არეალებში 3 წლის ვადით და აქაც 3 წლის განმავლობაში ტარიფები იქნება უცვლელი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომი 3-4 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ბუნებრივი აირის და წყლის ტარიფები იქნება უცვლელი. დიახ, ბატონ დავით, აი ჩამოწერილი თანხები და კომპენსაციები თქვენი ანგარიშის პირველი პუნქტი სწორედ ამ საკითხს ეთმობა, რაც ჩვენ მოგვაწოდეთ. 3 მილიონ ლარზე მეტი უსამართლო დარიცხული თანხები ჩამოეწერათ მომხმარებლებს კომპენსაციის სახით 1 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადეს კომპანიებმა. რა იყო შემთხვევაში ამ უსამართლობის მიზეზი და იმისთვის რომ მომავალში არ მოხდეს მსგავსი რამ, სემეკი რა ასაკეთებს ამისთვის? როცა
არის შემთხვევები, რომ მოქალაქე ხედავს, ასე ვთქვათ, მის დარიცხვას და მიიჩნევს უსამართლოდ, ესეთ შემთხვევაში ისინი მომართავენ მარეგულირებულ კომისიას, ან მოდიან ჩვენთან ავსებენ განაცხადს საჩივრის ფორმას, ან ელექტრონულადაც აგზავნიან. მაქსიმალურად გავამარტივეთ ჩვენ ელექტრონული სერვისები და ნებისმიერი იუსტიციის სახლიდან რეგიონებში შეუძლიათ შეავსონ, გამოგზავნონ, ან საკუთარი სახლიდან შეუძლიათ გამოგზავნონ ელექტრონული პოსტის მეშვეობით. ჩვენ ვიხილავთ ყველა საჩივარს და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, როცა ნახავთ, რომ დარიცხვა არის არასწორად განხორციელებული. შესაძლოა ეს იყოს მექანიკური შეცდომა, ან მრიცხველი დაზიანდეს და მრიცხველის დაზიანებიდან გამომდინარე დააკისროს დამატებით გადასახდელი თანხა კომუნალურმა კომპანიამ მოხმარებელს. კი ბატონო, ესეთი არასწორად დარიცხული და ხანდაზმული თანხები, რაც ჩვენ ჩამოვაწერეთ მოხმარებელს, 2 მილიონ ლარზე მეტი იყო და დაახლოებით 1 მილიონი ლარი კომპენსაციის სახით დამატებით ასევე მომხმარებლებს დაუბრუნდათ უკან. ეს რას ნიშნავს კომპენსაცია? კომპენსაცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თქვა, თუ თქვენ აშენებთ საცხოვრებელ სახლს ან კომერციულ ფარცს და ერთდებით კომუნიკაციის წყაროსთან, სემექს აქვს დადგენილი დრო და დადგენილი აქვს საფასური. თუ ამ დროს გადააცილა კომუნალურმა კომპანიამ და ვერ მოახერხა მიერთება სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, მაშინ მიერთების საფასური, რაც არის ჩვენს მიერ დადგენილი, ნახევრდება და მეორე ნახევარს უკან უბრუნებს კომუნალური კომპანია მომხმარებელს, ან თუ კიდე მეორებადით გადააცილა, მაშინ ნულდება საერთოდ, ანუ მთლიანად უკან უბრუნდება მიერთების საფასური. ანუ ეს არის მომსახურების ხარისხის სტანდარტის დარღვევა? კი ბატონო, ეს არის მომსახურების სტანდარტის დარღვევა. ჩვენთან არსებული, კი ბატონო, ჩვენთან არსებული კომპიუტერული პროგრამა მას ავტომატურ რეჟიმში უყურებს და გვაძლევს პერიოდულად ანგარიშგებას თუ რამდენი ესეთი შემთხვევა იყო და დაუბრუნდა თუ არა მომხმარებელს ეს თანხები და თუ არ დაუბრუნდა, ესეთ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისია იყენებს სანქცირების მექანიზმს, ანუ აჯარიმებს კომუნალურ კომპანიას და რამდენიმე ესეთი ჯარიმის გამოიყენებს. არ არის დროში გაწეული პროცესი, ეს არის ავტომატური პროცესი. ბატონ დავით, აუცილებლად ვისაუბროთ ბზის პანელების მონტაჟის თვალსაზრისით. დავითარება გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ ალბათ ყველა ხედავთ, ხო? აივნებიდან არის ძალიან ბევრი კორპუსი, სადაც მოქმედებს ეს ბზის პანელები. რამდენად იყო გამორჩეული გასული წელი 2023 წლის ანგარიში და მომავალში რა იგეგმება ამ ხრით? მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო ხელშემწყობი მექანიზმები, განსაკუთრებით გააქტიურდა ქვეყანაში ინდივიდუალური მომხმარებლების მიერ მზის პანელების დაყენება საკუთარი სახლის სახურავებზე, ასევე საწარმოები აყენებენ საკუთარი წარმოების სახურავებზე, ეზოებში და ასე შემდეგ. გასული წელი უპრეცედენტოდ გამორჩეული წელი იყო. ზოგადად პოსტ-კოვიდ პერიოდში ძალიან სწრაფად დაიწყო მზის პანელების მონტაჟი ქვეყანაში, მაგრამ გასულ წელს 400-მდე ერთეული ესეთი სისტემა დამონტაჟდა და ჯამში დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 30 მეგავატი, რაც საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, მოცულობაა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი მომხმარებელი ამით იკმაყოფილებს საკუთარ მოხმარებას ენერგიაზე და თუ ჭარბი ენერგია რჩება, ესეთ შემთხვევაში ჩვენს მიერ დადგენილი წესით ის ავტომატურ რეჟიმში გადაედინება ქსელში და გამანაწილებელი კომპანიები, რომლებიც მოსახლეობას აწვდიან ენერგიას, ისინი ავტომატურ რეჟიმში ყიდულობენ ჩვენს მიერ განსაზღვრული საშუალო საბაზრო ფასით და მომხმარებელს წელიწადში ერთხელ ზედმეტობაში, ანუ ზედმეტად გაყიდული ენერგიის თანხა ეძლევა ანგარიშს. და ძალიან საინტერესოა, ზოგადად მუდმივად გვესმის, ხო, საუბრები იმაზე ენერგიის სექტორი, ანუ ელექტროენერგიის წარმოება, ტრანზიტი, იმპორტი, ექსპორტი, მაგრამ განმარტოთ ჩვენი დიახ, მაყურებლისთვის ინფორმაცია, ანუ ვისგან ვიღებთ ენერგიას ჩვენ ვის რომელ ქვეყნებზე ვყიდით და ასე შემდეგ, ძალიან მოკლედ რომ უთხრათ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს მაყურებლებს. ადრე ხშირად გადაღებული თემა იყო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი. მინდა აღვნიშნო ის, რომ ბოლო რამდენიმე წელი საქართველოს რუსეთიდან ხელშესახები მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტი არ განუხორციელებია. თუ სისტემის დაბალანსებისთვის უმნიშვნელო, ასე ვთქვათ, გადადინება მოხდა. ძირითადად ჩვენ ბოლო წლებში ელექტროენერგიის იმპორტი არ გაგვიხორციელებია არც სხვა ქვეყნებიდან, იმიტომ რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგია საკმაოდ ძვირი ღირდა. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იყო რომ საქართველოს შემოეტანა ბუნებრივი აირი აზერბაიჯანიდან, ეწარმოებინა გარდაბნის თვალსადგურებში ელექტროენერგია და ეს ელექტროენერგია 2-3ჯერ უფრო იაფი იყო ესეთი წესით წარმოებული ენერგია, ვიდრე პირდაპირ იმპორტს განახორციელებდა, ამიტომაც ძირითადად ზამთრის თვეებში დეფიციტის შევსება ესეთი წესით ხდებოდა. და გაზაფხულზე ტრადიციულად გვაქვს სიჭარბე, მათ შორის ამ მიმდინარე პერიოდშიც.
500 მეგავატ-საათი ელექტროენერგიის ექსპორტი ხორციელდება თურქეთში, დაახლოებით 80 მეგავატის ექსპორტი ხორციელდება სომხეთში და აქედან გამომდინარე ქვეყანა იღებს უცხოურ ვალუტას, რაც მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ენერგეტიკული ობიექტები, რომლებსაც ამ ეტაპზე აქვს ჭარბი ენერგია, იღებენ დამატებით შემოსავალს და ბიუჯეტში შეაქვთ გადასახადი. დიდი მადლობა.